უქმნის თუ არა საფრთხეს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას 4 ახალი ჰესის მშენებლობა. ხრამის ხეობაში ზუსტად იქ, სადაც ბრინჯაოს ხანის უნიკალური სამშვილდის ნაქალაქარია, კერძო კომპანია სახელმწიფოსთან ერთად 4 საფეხურიანი კასკადური ჰესის მშენებლობას გიყვავს. საბოლოო გადაწყვეტილება მისცემენ თუ არა კომპანიას უფლებას ენერგეტიკის სამინისტრომ სექტემბერში უნდა მიიღოს. ამ ეტაპზე დასკვნაზე სპეციალისტები მუშაობენ. პირველად ინფორმაციით კულტურის სამინისტრო პროექტს ამ ფორმით არ დაეთანხმება. დეტალებს უკვე მოგვიყვება ბექა პატურაშვილი, რომელიც ახალი ამბების სტუდიიდან ისაუბრებს. ბექა, კულტურის სამინისტროს უარის შემთხვევაში როგორი შეიძლება იყოს ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილება? ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ცალსახად ამ ტერიტორიაზე ჰესი აღარ აშენდება? საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც აღნიშნეთ, არის სწორედ ენერგეტიკის სამინისტროზე, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ეს კონკრეტული უწყება, ასევე კულტურის სამინისტროც და კომპანიაც ელოდება 8 სექტემბერს. ეს არის სწორედ ის თარიღი, როდესაც კომპანია ხრამი კასკადმა უნდა დადოს ეკონომიკური და ტექნიკური დასაბუთება პროექტთან დაკავშირებით და ეს დასკვნა უნდა მოიცავდეს ასევე ექსპერტიზის შედეგებს და სპეციალისტების მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, უქმნის თუ არა ხრამის ხეობაში 4 საფეხურის მქონე ჰესის კასკადის მშენებლობა საფრთხეს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა კი უნდა ითქვას, რომ არის ერთ-ერთი გამორჩეული ხეობა ამ ხრივ ხრამის ხეობა საქართველოში, სადაც საკმაოდ გრძელია ამ ძეგლების ჩამონათვალი, იქნება ეს ნაქალაქარი, გამოქვაბულები, სხვადასხვა ხანის კულტურული ძეგლები, რომლებსაც მთავარი აქ არის ის, რომ არ არის ეს ძეგლები ბოლომდე შესწავლილი და ამ ეტაპზე მხოლოდ 2 უბანი აქვთ გახსნილი არქეოლოგებს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ 2 უბანზეც კი საკმაოდ დიდ აღმოჩენებს ამ ეტაპზე აკეთებენ. მათი მოსაზრება კი არის ცალსახა, როგორც სამოქალაქო აქტივისტების, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხეობის სრულად შესწავლა არ მოხდება და რისკების იდენტიფიცირება, არანაირი ჰესის მშენებლობა არ შეიძლება და ამასთან სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ ენერგეტიკის სამინისტროდან დადებითი მოლოდინი. ნახოთ სიუჟეტი. აი ზუსტად რამდენიმე წუთის წინ გამოუმინდა კიდევ ერთი სამარხი, რომელიც საშუალო ასაკის ინდივიდს უნდა ეკუთვნოდეს და საინტერესო არის ის, რომ ეს სამარხები ერთ-ერთი შემოსევის დროს დახოცილ სამშვიდე მოქალაქეების სამარხებს წარმოადგენენ. ექსპედიცია, რომელიც სამშვილდის ნაქალაქარს უკვე მე-5 წელია იკვლევს, მხოლოდ 2 მცირე უბანზე ათეულობით აღმოჩენას ითვლის. მათ შორის არის არქიტექტურის უძველესი ნიმუშები, სამარხები, წარწერები და არაერთი არტეფაქტი. ამბობენ, რომ მათი დასკვნები ერთის მხრივ ისტორიული წყაროების სიზუსტეს ადასტურებს, მეორეს მხრივ კი იძლევა ახალი უბნების შესწავლის мотивაციას, რომლებიც ამ დრომდე არავის გამოუკვლევია. სამშვილდის ისტორია თავის კულმინაციას შუა საუკუნეებში აღწევს, როდესაც აქ ქართული მეფეები მეფობდნენ, ქართულ მეფებს თავიანთი რეზიდენცია გააჩნდათ და სამშვილდი ამ დროს მთლიანად სამხრეთ ამიერკავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი გახლდათ. სამშვილდის ნაქალაქარი, ციხეები, ტაძრები, კლდეში გამოკვეთილი ქვაბულები და უამრავი სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ხრამის ხეობა არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ზონა საქართველოში, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის მქონე არაერთი ძეგლი. თუმცა ამ ყველაფერს ახლო მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქროს, რადგან ამ ხეობაში 4 ჰესის მშენებლობა იგეგმება. კომპანია ხრამი კასკადის პირველადი პროექტის მიხედვით 4-დან 2 სადგური უშუალოდ სამშვილდის კომპლექსის დასაწყის და დაბოლოებას ემთხვევა. დანარჩენი 2 განლაგდება კლდეებში გამოკვეთილ გამოქვაბულებთან, ასევე ფიტარეთის ტაძართან და ხულუტის ციხესთან ახლოს. ხეობა რომ არაერთ ისტორიულ ძეგლს მოიცავდა, მხედველობიდან არ გამორჩენია კომპანიას, რომელსაც 8 სექტემბრამდე ტექნიკური გეგმის მომზადების ვალდებულება აქვს აღებული. გართულებების თავიდან აცილების მიზნით მათ წერილით კულტურის მინისტრს მიმართეს და რეკომენდაციის მომზადება ითხოვეს. პასუხი დადებითი არ ყოფილა. კანიონში მდებარე ძეგლების სათანადო შესწავლილი დღემდე არაა და საჭიროებს შემდგომ მეცნიერ უკვლევას. ამდენად ხრამისა და სამშვილდის კანიონებში სამშენებლო სამუშაოების საკითხის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ სრული არქეოლოგიური, არქიტექტურული, სახელოვნებათმცოდნეო და ისტორიული კვლევების ჩატარების შემდეგ. ნებისმიერი ქანის აფეთქება იქნება ეს გეოლოგიური დაბურღვის შედეგად ჩადებული დეტონატორი თუ სხვადასხვა ტიპის ქმედებები, არის მძლავრი ვიბრაციების წყარო, რაც თუნდაც სამშვილდის სიონის კედლებს
მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს. არ არსებობს დასკვნა არქეოლოგების, რომელიც იტყოდა, რომ ხრამის ხეობაში არ შეიძლება კასკადის მშენებლობა. კითხვაზე მიზანშეწონილია თუ არა ხრამი კასკადის მშენებლობა ენერგეტიკის მინისტრს კონკრეტული პასუხი არ გაუწია. თუმცა პირობა დადო, რომ მკვლევარების დასკვნებს სახელმწიფო გაითვალისწინებს. იგივე პოზიცია ჰქონდა კულტურის მინისტრსაც. ხრამის ხეობაში შესაძლებელია მშენებლობები, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დატვირთული და დახუნძული ჩვენი კულტურის ძეგლებით, რელიგიური სხვადასხვა ცენტრებით და შესაბამისად ჩვენ ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. კულტურულ მემკვიდრეობაზე შესაძლო გავლენის კვლევების გარეშე არც ერთი პროექტი არ განხორციელდება. მთავრობის წევრების განცხადებებს არ ენდობიან საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები, რომლებსაც მსგავს დავებზე ნეგატიური გამოცდილება უკვე დაუგროვდათ. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ხრამის კასკადის საკითხით 2 თვის წინ დაინტერესდნენ, ეჭვობენ, რომ ამ შემთხვევაშიც ძეგლების დამცველების პოზიციებს ბიზნეს ინტერესები გადაწონეს. ერთი შეხედვით არის დაპირებები, რომ ხრამის ხეობის კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე არ დაემუქრება და მისი არქეოლოგია გადარჩება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტული უფრო ბიზნესია ვიდრე კულტურული მემკვიდრეობა, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ენერგორესურსებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კამპანიას უახლოეს მომავალში ხრამის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად არის ის, რომ რაღაცის დაზიანების ხარჯზე არ ვაპირებთ ეკონომიკური მოგების მიღებას. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მშენებლობაზე იღებს საქართველოს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტრო, მას შემდეგ რაც ჩვენ ყველა ამ დოკუმენტს შევკრავთ სპეციალისტების, რა თქმა უნდა, დასკვნებთან ერთად და გადავუგზავნით. საბოლოო სიტყვა, გადაწყვეტილება მაინც ეკუთვნის ენერგეტიკის სამინისტროს. დააზიანებს თუ არა ჰესების მშენებლობა კულტურულ მემკვიდრეობას და გარემოს. ამ კითხვაზე საზოგადოების ნაწილს პასუხი უკვე აქვს. კომპანია და სახელმწიფო კი 8 სექტემბრამდე ოფიციალურ დასკვნას ელოდება. ხრამი კასკადის მენეჯერები ამ ეტაპზე დადასტურებულად მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შეისწავლეს ნიადაგი და ის მშენებლობისთვის ვარგისია. როგორც ნახეთ, ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური დასკვნები, თუმცა არსებობს საკმაოდ მყარი მოსაზრებები სპეციალისტების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი კლიმატის ცვლილება, ტენიანობა და რყევები გამოიწვევს უძველესი არქეოლოგიური თუ ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაზიანებას და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საკმაოდ დიდი საპროტესტო ტალღაც მივიღოთ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტები დამტკიცდება, რადგან საყდრისის დაცვის კომიტეტი, რომლებსაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი გამოცდილება უკვე აქვთ. სწორედ თეთრ წყაროში გეგმავენ სამოქალაქო აქტივობას ახლო მომავალში. დიდი მადლობა, ეს იყო ბექა ბატურაშვილი.